სალამი, დღეს მივდივართ ლისზე, რეფორმ ფიტნესის ერთ-ერთ ლოკაციაზე. ჩამომივიდა ეს ლამაზი, არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს მოწყობილობა. დავამაგრებ და დაგიბრუნდებით. ეს უკარგესი მოწყობილობა მომცემს შესაძლებლობას, რომ მანქანაზე დავამაგრო ეს კამერა და ისე გესაუბროთ რა. მიკროფონი აიგერ თავზე, ალბათ განათებას ხედავთ. და აწი ლოკაციებზე მისვლის წინ უშუალოდ ვისაუბრებ მანქანიდან, იმიტომ რომ უფრო კომფორტულია და თან ჩამოყალიბებულად და ვიტყვი გადარბენაში არ ვიქნები რა. როგორც აღნიშნე, დღეს მივდივართ რეფორმ ფიტნესის ლისის ლოკაციაზე. შეფასებები ცუდი არ იყო. თან მაქვს ზურგის დღე. რისი თქმა მინდა, ეხა სანამ დარბაზში მივალთ და ამ ყველაფერს გავაკეთებთ რა. ამ ბოლო დროს რამდენიმე კომენტარი დამიწერეს, სადაც ძალიან აკრიტიკებენ იმ ყველაფერს, რასაც ვამბობ. არ ვამბობ, რომ სუპერ პროფესიონალი ვარ. იმ გაგებით, რომ მე ნუტრიციოლოგი არ ვარ, შემიძლია გავცე რჩევები, იმიტომ რომ ამ საქმეში ვარ სერტიფიცირებული, რომელსაც შეუძლია გაწეროს თქვენი ვარჯიშის რუტინა და კვების რაციონი, თუ თქვენ რა თქმა უნდა ჯანმრთელი ხართ და რაიმე დარღვევა არ გაქვთ ჰორმონალური ან ასე შემდეგ. ჩემი პირველი რჩევა იქნება, რომ 1, 2 ან 3 თვის განმავლობაში სწორ გზაზე რომ დაგაყენოთ, აუცილებლად აიყვანოთ ტრენერი. ანუ ვიღაც ადამიანი ავიღოთ დავარქვათ ჩემი ძმის ტატოს სახელი ადგა ტატო შევიდა დარბაზში არასდროს არ უვარჯიშია ამ ტატოს ჭირდება რჩევები რადგანაც ტრენერი ან არ აყავს ან ვერ აყავს რა მნიშვნელობა აქვს ხო შეუძლია ნახოთ ჩემი ვიდეოები ვარჯიშის და ასევე იმ თემების შესახებ რომლებიც ამ ყველაფერს ეხება კვება ვიტამინები მომავალში ვაპირებ რომ მცირე და საინტერესო ინფორმაციები გაგიზიაროთ ასევე დანამატების შესახებ, რომლებიც სასარგებლო არის და რომლების მიღებაც ძალიან მარტივია, არ ჭირდება ზედმეტი ცოდნა. ჩემ რჩევებს მიიღებთ თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია და რასაც ვამბობ, შეიძლება სხვაზე ეგრე კარგად არ მუშაობდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ხილზე მუშაობს, მე ინფორმაციას გიზიარებთ. და როგორც უკვე ვახსენე რამდენიმე ვიდეოს წინ, ეს ყველა ინფორმაცია არის ჩემი რჩევა, რომელიც შეგიძლიათ დატესტოთ, მაგრამ ისეთ ინფორმაციას არ მოგაწოდებთ, რომლის დატესტვაც თქვენს ჯანმრთელობას მიაყენებს ზიანს, ხო? დატესტვის შემდგომ იპოვით ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლოა თუ არ არის. იმიტომ რომ არსებობს ვარჯიშები მაგალითად, რომელიც ჩემზე მუშაობს, სხვაზე არა. ანუ ზოგიერთ სხეულზე მაგალითად ცილის მეტი მიღება არის საჭირო, ზოგიერთზე შედარებით ნაკლები იმისთვის, რომ ჩვეულებრივად მატებაზე წავიდეს ორგანიზმი. ეს ორგანიზმზე არის დამოკიდებული რა. ამ მომენტისთვის სულ ეს იყო, ახლა დარბაზში წავიდეთ და კარგად, გემრიელად, როგორც ყოველთვის ვავარჯიშოთ ზურგი. ეცი რა. ეს რაღაცები რეზინის, რომელიც მაგრდება. ჩამომივიდა 2 დღის წინ. სპეციალურად გამოვწერე რა. რაც უფრო განიერია, ხეს განიერია. ხელში სიძლიერე თქო უჭერ და ბოლომდე რო უჭერ. ეს შიდა ნაწილები იძაბება. და ნაკლებად მიდის ხოლმე დატვირთვა მერე ბიცეპს, მანტბიცეპს. რო ხელი გაგზავნე უჭერ. ეს კიდე მაგის შესაძლებლობას არ გაძლევს. და უბრალოდ ხელი გიქიდია. და მთლიანი დატვირთვა მიდის ხოლმე ამ კუნთებს. ეხლა კიდე აქაც მე დავამაგრო, რომ ვნახო. თუ დამამერე ინკს ჩაგიგდებს, ტესტობს აქ რა გავლენას მოახდენს. წესით დადებითი უნდა მოახდინოს. მეორე მისვლა გავაკეთოთ, აბა. რეზინის რუა ძალიან რბილი, ამ ვარჯიშზე წევი ნახევრად გაშვებული ხელით ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ვარდები, ამიტომ აქ არ გავაკეთებ, მაგრამ იმენად რბილი და კარგია, სხვა ვარჯიშებზე დიდი სიამოვნებით გამოვიდა. შევამოწმოთ ეს რამდენ კილოზე მქონდა. ნაკლებს ვწევდი, მაგრამ წონა მიწერია 100, ამიტომ მოდი მიყვეთ რაც წერია იმას და ვნახავთ. მინდა რომ ვისაუბრო იმაზე თუ
რატომ არის ზოგადად ვარჯიში კარგი და რაზეც მოქმედებს დადებითად რა? ეცია. პირველ რიგში ყველჯერ ახსენე, მაგრამ კიდევ ერთხელ დავუმეორებ, ზოგადად ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ დარბაზში წონების წევას მისცემს ნებისმიერი დადებითად მოქმედებს წონის დაზიანებაზე, ისევე გამძლეობაზე, ცხიმის პროცენტული მაჩვენებლის შემცირებაზე რა. ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე, ბევრჯერ ახსენე, აქედან გამომდინარე ეხლა დეტალებში არ ჩავ. რა თქმა უნდა გააჩნია როგორი ტიპის ვარჯიშებს გააკეთებთ, გამძლეობას და განსხვავებულად უნდა ვარჯიში, მასის ზრდა ცოტა განსხვავებულად, ცხიმის შემცირება ცოტა განსხვავებულად, ეგ უკვე დამოკიდებულია თქვენ რა სურვილი გაქვთ და მე უკვე ყველასთან მოგაივლით მაგას საჭიროების მიხედვით გაგვიწევთ რა. ამ ყველაფრის გარდა კიდევ არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და რომელზეც დადებითად მოქმედებს უშუალოდ დარბაზი და ფიზიკური აქტივობა. ძალიან მაგარი გზნობა. ეხლა უშინ გამომუშავე. მეძინა დილით და ალღოზე ხუთს. უჭამე და გამოვიდი და ენერგია ჩქარს სავს. პირველი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, წონებით ვარჯიში, პირდაპირ მნიშვნელობით ძვლების სინერგიაზე ახდენს დადებით გავლენას რა და ძვლის სისტემის ყველა დაავადების ამბავს ავტომატურად ამცირებს. ხო, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჰორმონალური ბალანსი, ანუ რას გულისხმობ. ამაზე ვისაუბრეთ წინა ვიდეოში. წონების ვარჯიშის დროს გამოიყოფა ტესტოსტერონი და გამოიყოფა ზრდის ჰორმონი, რომელიც როგორც უკვე ვახსენე, ცხიმის წვას, ზრდის და ასევე ზრდის კუთხის მასას. რაც რა თქმა უნდა დადებითი არის ჩვენთვის. შემდეგი არის უშუალოდ მეტაბოლიზმზე დადებითად მოქმედება. ეს აქტივობა იწვევს ავტომატურად მეტაბოლიზმის სიჩქარის ზრდას. ანუ კალორიებს უფრო მალე წვავთ, ცხიმის მასას უფრო მალე იშორებთ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს კიდე აბალანსებს უშუალოდ ფიზიკური აქტივობა. მithumetes წონებზე ვარჯიში. რადგანაც ჰანტერებთან ძალიან ბევრი ხალხი იყო აქეთ გადმოვედი კუთხეში. ბევრი ხალხი არ შემაწყვეტს. შემდეგი იყო გულსის ჯანმრთელობის გაუმჯობესება. და რას გულისხმობ ახლა რა? ძალიან ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ წონებზე ვარჯიში დადებითად მოქმედებს პულსის გზარდთა სისტემაზე, ხოლესტერინის ალბათობას ამცირებს და ასევე არტერიულ წნევას. და ბევრად უფრო მოკლე გულის დაავადებები აქვს იმ ხალხს, ვინც წონებით ვარჯიშობს. ხოდა ალბათ ბევრისთვის კიდე ძალიან საინტერესო რაც არის რომ ვარჯიში, წონებზე ვარჯიშის დროს გამოიყოფა უფრო მეტი რაოდენობით ენდორფინი, ბედნიერების ჰორმონი, რაც საბოლოო ჯამში სტრესის რაოდენობას ამცირებს და ჩვენს ხასიათს აუმჯობესებს რა. სხვათა შორის ეს დავამაგრე განტელს, უფრო მომწონს, უფრო კარგად ამომაქვს და ხელით უფრო რბილად მიკავდეთ. და ბოლოს დამატებაც მინდა არის, რომ წონების ვარჯიშზე კვლევებმა აჩვენა, რომ მეხსიერებაზე მოქმედებს დადებითად. ანუ საბოლოო ჯამში კუთხის მასის ზრდა, ცხიმის შემცირება, ძვლების გამაძლება, სტრესის შემცირება, ჰორმონალური ბალანსი, გულსის გზარდთა სისტემის გაუმჯობესება, ბედნიერების ჰორმონის გამოყოფა და მეხსიერებაზე დადებითად მოქმედება. ანუ ძალიან ბევრ რაღაცა შეგა, რაც აუცილებლად გვჭირდება რა. და დაიწყეთ ვარჯიში.
ეცია. ის დღეზე უკანა დელტასაც ვარჯიშებ და პლუს ვიწერ ერთიანი. ამას მოვჭით წავედით ანტელებსადე. სიმღერები ძალიან ხმამაღალზეა, ამიტომ ცოტა ხმამაღლა მეც ვილაპარაკებ. შევბეროთ 20-იანებით აბა. ხეს პრესებს ვერ ვასწრებ. მეგონა რომ 12-ზე იკედებოდა, მაგრამ იკეტება 12 ნახევარზე. ამიტომ სწრაფად უნდა გავაკეთო ეს და შემდეგი ორი ვარჯიში თუ მოვასწარი რა. ნაკლები შესვენება უწევს, მაგრამ არ აუშავს. ათისმეტი ვერ გავიმეორე. იმდენად კარგი წონა იყო. დაჟე ბოლო ორი გამიჭირდა. ამას კიდე ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევ, იმიტომ რომ ხელზე კარგად გაჯდება და თან კარგად მიგაქ რა. თუ მოგინდებათ კიდე ლინკს აღწერაში შევაგდებ. ახლა გადავიდეთ ტრიცეპსზე. შუალედებში არ ვილაპარაკებ, რომ დრო არ გამეპყროს. ეს ვარჯიში ძალიან მიყვარს. უბრალოდ ცუდი ის აქვს, რომ ეს ხელები წესით უნდა იყოს მაქსიმალურად შემჭიდროვებული, მაგრამ გარბის. ამდენჯერმე გამოვწერე რეზინები, რომ ხელი დაეჭირა და აქ გამეკეთებინა, მაგრამ მაშინ ძალიან სქელი რეზინი უნდა გამოვწერო და სქელი რეზინები ზომაში ყველა დიდი იყო რა. და ფიზიკურად ვერ გავაკეთე. ამიტომ იშვიათად ვაკეთებ ხოლმე ამ ვარჯიშს, მაგრამ ვცდილობ, რომ დაბალი წონით მაინც გავაკეთო. წამოიღა გავიქცეთ ბოლო ვარჯიშზე. და ეგ არის. კარგი, რა ხანის დაკავებულია? აქ გავაკეთოთ. ტრიცეპსის ტრენაჟორი დაკავებულია. ამიტომ ზურგის ტრენაჟორზეც ძალიან კარგად გაკეთდება ტრიცეპსი. გავხნათ იკეტება დარბაზი და ვერ დაველოდები, ახლა ის როდის მორჩება. ერთი, ორი, სამი, 4 ჭოჭონაკი. წონას ანუ 3-ჯერ 4-ჯერ ზრდის. მაგიტოა რომ 12 კილოც კი ძიმედ მეჩვენება. მორჩა. რადგანაც დარბაზი იხურებოდა, ყველაფერს თქმა ვერ მოვასწარი. და ამიტომ ახლა ვიტყვი რა. პირველ რიგში ის რომ სამწუხაროდ პრესები როგორც აღნიშნე ვერ მოვასწარეთ, მაგრამ არ აუშავს, შემდეგზე უფრო უკეთესად ვივარჯიშებ და პრესებს გავაკეთებ ორჯერ მეც. მეორე მომეწონა, ზოგადად Reform Fitness ყველას ვურჩევ, თქვენთან ახლოს თუ არის, ეს არის იდეალური დარბაზი. პირველ რიგში, ანუ შეიძლება ზომაში ძალიან დიდი არ არის, ეხლა სადაც ვიყავი ეგ მით უმეტეს, მაგრამ ნამუშევარი აქვს იმაზე, რომ სივრცე იყოს კომფორტული, სუფთა, ასევე ინტერიერი აქვს იდეალური, რომ დიზაინერის დაპროექტებული არის და პროსტა ესე რაღაც კედლები არ არის შეღებილი ეთყობა და პლუს ტრენაჟორებიც არის ახალი, ძალიან კარგი, თანამედროვე, შეგიძლია რომ გემრიელად მიხვიდე, ივარჯიშე და წამოხვიდე რა. და ბოლოს როგორც ყოველთვის, subscribe-ი, ლაიქი და კომენტარი არ დაგავიწყდეთ, რომ კონტენტი გაგრძელდეს. პლუს კითხვები მომივიდა და არც ისე ცოტა ადამიანისგან, რომ ვარჯიში უნდა. მეგობრებო, პერსონალურად ვავარჯიშებ ხალხს. უბრალოდ ჯერჯერობით მაქვს პლუს სამსახური, ამიტომ რამდენიმე ადამიანი უკვე მყავს და მეც ვერ ვამატებ. ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ვეცდები, რომ
დრო უფრო მეტი გამოუყო ამ ყველაფერს და მყავდეს მოსწავლეებიც, მაგრამ ისე ზოგადად თუ რაიმე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მომმართოთ, არ არის პრობლემა.